10 დეკემბერს 10,000-ობით ადამიანი შეუერთდა ბულგარეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ისინი მთავრობას ფართოდ გავრცელებული კორუფციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები გასულ კვირას ბულგარეთის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის გადასახადების გაზრდის, სოციალური უზრუნველყოფის შენატანებისა და მთავრობის ხარჯების გაზრდის გამო შექმნილი საპროტესტო ტალღის შემდეგ გაიმართა. აქციის მონაწილეები ამჯერად პრემიერ-მინისტრ როსენ ჟელიასკოვის ცენტრისტული მემარჯვენე მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ჩვენ მხოლოდ ბიუჯეტს არ ვაპროტესტებთ. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას, მისი უპასუხისმგებლობის, დაუდევრობისა და ბულგარეთისთვის მიყენებული სირცხვილის გამო. ქვეყნის დედაქალაქში აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ცენტრალურ მოედანზე, რომელიც პარლამენტის, მთავრობის შენობებსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის მდებარეობს. აქციაზე ისმოდა შეძახილები, სხვადასხვა ლოზუნგით ისინი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ნებისმიერი პარტია, რომელიც მაფიოზურად მოქმედებს, უნდა წავიდეს და აღარასდროს დაბრუნდეს. ის უნდა გადადგეს. ხალხი დაიღალა ამდენი მანიპულირებით, ძარცვით, ტყუილით, დაღალატებით, დაღატაკებით. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ყველაფერს. სოფიაში საპროტესტო მუხტს უნივერსიტეტის სტუდენტებით შეუერთდნენ. გასულ კვირას დაახლოებით 50,000 ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე. სტუდენტების რაოდენობა კი ორგანიზატორების თქმით გაცილებით მეტი იყო. მედიის ვარაუდით და დრონით გადაღებული კადრებით ამჯერად მომიტინგეთა რაოდენობა 100,000 აჭარბებდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქმედებები რეალურ ცვლილებამდე მიგვიყვანს. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არ გავჩერდებით. მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური საპროტესტო აქციები. გავაერთიანოთ სტუდენტები მთელი ბულგარეთიდან და საზღვარგარეთიდან. თქვენ მალე იხილავთ ჩვენს ქმედებებს. ჩვენ ბორისოვისა და პეევსკის მიერ აგებული კორუფციული მოდელი უნდა დავშალოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი ასოციაცია. მათი იმედგაცრუების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკოს დელიან პეევსკის გავლენაა. მას სანქციები დაუწესეს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა. მისი პარტია ახალი დასაწყისი მხარს უჭერს ხელისუფლებაში მყოფ უმცირესობის კოალიციას. ბევრის აზრით იგი დომინანტურ როლს ასრულებს მთავრობის პოლიტიკის ოლიგარქიული ინტერესების გატარებაში. 10 დეკემბერს გამართული პროტესტი მშვიდობიანი იყო. პროტესტის მთავარმა ორგანიზატორმა ოპოზიციურმა კოალიციამ ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს დემოკრატიული ბულგარეთი წამოაყენა მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი, რომელიც კენჭისყრაზე 11 დეკემბერს გავა.